საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს გზა ევროპაშია. ამ წარწერას თუ რომელიმე კომპანია დაგახვედრებთ ან შესასვლელში, ან შიდა ინტერიერში, ან თუ დაგხვდებათ მენიუსად აქვითრებზე, შესაძლოა ის ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააჯარიმოს პირველად 20,000 ლარით და განმეორების შემთხვევაში 40,000 ლარით, ან იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ეს კანონი შეეხება ფან-კლუბებსაც, ჩვენ საქართველოში სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლობა ყავს და ამ შემთხვევაში ფან-კლუბები იღებენ ხოლმე მაგალითად ფასდაკლებებს ამ კლუბებიდან და შესაძლოა ეს ჩაუთვალოს ქართულმა ოცნებამ მათ გრანტად და ეს ორგანიზაციებიც დააჯარიმოს ამის თქმის შესაძლებლობას იძლევა ის კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და მომდევნო კვირიდან უკვე მისი განხილვები დაიწყება. ხელისუფლება ფაქტობრივად სრულად გრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. ახლა ეუბნებიან მეწარმეებს, რომ თქვენას ნუ გამოხატავთ ნუ საკუთარ ოფისში, საკუთარ მაღაზიაში, საკუთარ სილამაზის სალონში ან არ ვიცი სხვაგან. ეს კანონი პირდაპირ ამას ნიშნავს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მაგალითად ხელისუფლებამ შეიძლება დააჯარიმოს მეწარმე სუბიექტი საკუთარ ოფისზე გაკეთებული წარწერისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირშია და თქვას, რომ ეს საგარეო პოლიტიკას ეხება, ან დააჯარიმოს ის მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ახლაც სალარო აპარატის ჩეკზე აწერენ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საკანონმდებლო პაკეტის მთავარი არსი არის, რომ უბრალოდ აზრის გამოხატვა იგრძელებოდეს. ზოგადად ემსახურება ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას, რომ მთელი ცხოვრება იყვნენ ესენი და ჩვენ ვემსახუროთ ვიხადოთ გადასახადები. იმერე ამათ საკუთარ ოჯახის წევრებს ხან ტყეები ჩუქნონ, ხან მილიონები ზიდონ საკუთარ სახლებში და ჩვენ აქ ვიშრობოთ, ვიწვალოთ და კიდე რაღაცა თუ არ მოგვეწონება, ვერაფერი ვერ ვთქვათ. ვერ ამიგრძელავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას ვერანაირი ფინანსური სანქციით და ვერანაირი შეზღუდვით. ბარსელონას ფან-კლუბს ეს კანონი შეეხება ისევე როგორც ყველა დანარჩენ ადამიანს. იმისათვის რომ გრანტი მიიღო, ქართული კანონმდებლობით არის რომ გრანტის გამცემსაც, ანუ ბარსელონასაც და გრანტის მიმღებსაც, ანუ ბარსელონას გულშემატკივრას უნდა ქონდეს წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისგან. ანუ მე თუ მინდა რომ ჩავიდე ბარსელონაში და დავესწრო თამარს ფასდაკლებით, ბარსელონას თამარს, ამისთვის ჟუან ლაპორტამაც ბარსელონის პრეზიდენტამაც ირაკლი ყობახიძე დაიღოს ნებართვა, რომ მიშა ზაქარაშვილს მისცეს ფასდაკლება და მეც უნდა ვიღო ცალკე ნებართვა, რომ მომცეს ნებართვა ამ გრანტზე და თუ არ ავიღებ, ამ შემთხვევაში ეს არის დარღვევა გრანტის წესის, გრანტის გაცემის წესის დარღვევა არის და მე მოხდება 6 თვიდან 6 წლამდე პატიმრობა. არ არსებობს სფერო და არ არსებობს ერთგულების დონე ხელისუფლების მიმართ, როდესაც შენ არ ხარ რამე რისკის ქვეშ და საფრთხის ქვეშ. ოცნების დაანონსებული ცვლილებების განხილვა ორშაბათიდან დაიწყება. წამყვანი კომიტეტი იურიდიული კომიტეტია და უკვე ცნობილია დრო 2 საათზე იურიდიული კომიტეტი დაიწყებს პირველადად განხილვას პირველი მოსმენით სწორედ ამ ცვლილებების და ამის შემდეგ უკვე იქნება სესიაც და კანონპროექტი დამტკიცდება. ცვლილებები ხალხის დასადუმებლად ნინო ღვედაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.